მე ვფიქრობ, რომ ეს ბრალდება უკვე კაიხანია ფაქტიურად სააკაშვილის საყენებული აქვს, თუნდაც რო გადავხედოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, იქაც აღნიშნულია ის, რომ ეს პიროვნებები, რომლებიც იყვნენ შეწყალებულნი, არ ექვემდებარებოდნენ ამ შეწყალებას და არაკანონიერად იყო ეს გაკეთებული. ეს ერთი და მეორე კიდევ ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა ხელი შეუწყო პრაქტიკულად ამ სანდრო გირგულიანის საქმის გაყალბებას ვანო მერაბიშვილთან, ანდეიშვილთან და სხვა ჩინოსნებთან ერთად. ზუსტად სანდროს მკვლელობის მერე იმის მაგივრად, რომ ეს საქმე გამოძიებულიყო სწორი მიმართულებით და დადგენილი იყო სიმართლე, ამის მაგივრად საქმე წავიდა სულ სხვანაირად და ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა სწორედ მათ, საქართველოს პრეზიდენტს და ვანო მერაბიშვილს. და ზუსტად მაშინ სხვათა შორის ალბათ გეხსენებათ, რომ სააკაშვილმა იმ კითხვაზე თუ ვანო მერაბიშვილი იყო თუ არა გასანთავისუფლებელი, მან თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი არის მისი ხერხემალი. აქედან ალბათ ყველა კითხვა უკვე ზედმეტია იმდენად, რამდენადაც ჩანს თუ რამდენად ერთად-ერთნან ისინი კავშირში აი ამ საქმის შესახებ. და ოლეგი მელნიკოვის აღიარება კიდევ ადასტურებს აი ამას ყველაფერს და ოლეგ მელნიკოვმა თქვა, რომ ისინი ზუსტად იმისთვის წავიდნენ დათა ახალაიასთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილთან, რათა მიეღოთ რაღაცა შეთანხმება, რაღაცა პირობა მიეღოთ სააკაშვილისგან იმისი, რომ ეს საქმე ჩაიფარცხებოდა და ყველაფერი მათთვის კარგად დამთავრდებოდა. თაკო სალაყაიამ ფაქტიურად მიუთითა დათა ახალაიას იმის შესახებ, რომ დაესაჯათ სანდრო გირგულიანი. და სხვათა შორის ეს მოხდა ისე, თითქოს ადრეც ხდებოდა ამდაგვარი რაღაცეები, იმიტომ რომ იხმარა ესეთი ტერმინი დავეხმაროთ გოგონასო. და გოგონას დავეხმაროთ, ეს ტერმინი ალბათ ნაცნობი იყო მისთვის და ეს დახმარება როგორც მოხდა თქვენ ყველამ კარგად იცით. რეალურად შეურაცხყოფაზე არ იყო მათ ლაპარაკი, უბრალოდ შეიძლება რაღაცა უკმეხი სიტყვები იყო ნათქვამი სხვადასხვა პიროვნებებზე, რომლებიც იქებდნენ. თორე რეალურად მათ ერთმანეთში არავითარი ესეთი მან უბრალოდ სანდრო მე მგონი მაგას ურჩევდა საქმეს, თუ რატომ მოატყუა მან სანდრო იმ დროს, როდესაც სანდრომ მას დაურეკა და მან დაუმალა სიმართლე, თუ სად იმყოფებოდა ის. და ეს ეწყინა და აი ამ წენის მიზეზის გამო იყო მათ შორის შეკამათება და უბრალოდ სანდრო ალბათ ეუბნებოდა, რომ რატო მატყუებო ეს.